ასევე ჩართულები ვართ ამ ომში ოღონდ აგრესორის მხარეს. იმით, რომ აგრესორს ყველანაირად ვეხმარებით, რომ სანქციებს თავი აარიდოს. გავუხსენით ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ბაზა. მივეცით საშუალება, რომ სამხედრო შტაბი, სამხედრო და სადაზვერვო შტაბი კონდეს საქართველოში, რაც ახლახანს გუშინ უკრაინის გურმა გამოაქვეყნა ეს ინფორმაცია, მათ უკვე დიდი ხანია იციან, რომ ეს არის ეს შტაბი. ეს შტაბი მოსმენაზე ყავდათ აყვანილი. და ის შტაბი რა ინფორმაციებითაც სარგებლობდა თუ ოპერირებდა, იმ ინფორმაციას თვითონ უკრაინა თავისთვის იყენებდა. ესე ჭკვიანურად აქით იყენებდა სათავისოდ, მაგრამ ახლა უკვე თქვეს და გამოაცხადეს, რომ მსგავსი ობიექტები დაცულად სოფლიოს ვერც ერთ კუთხეში ვერ უნდა გრძნობდნენ თავს, იმიტომ რომ გური მათზე ნადირობს. და თუ მართლა არსებობს და დადასტურებულია, ნახა, მართლა არსებობს თუ არა, გურში არ მეპარება ეჭვი. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს და შეიძლება არაერთი იყოს ასეთი. თუ გური მას ნამდვილად გაანადგურებს ფიზიკურად, მე ძალიან გამიხარდება.